გამარჯობა, მე ზურაბ ყაბაშიძე ვარ. ქართულ ხალხურ საკრავებს ვამზადებ. თუმცა სანამ საკრავების გაკეთებას დავიწყებდი, მანამდე ფანდურზე უკრავდი. Ახლაც კი უკრავ, მაგრამ იშვიათად. ფანდურს 1997 წელს გაზაფხულიდან უკრავ. და იქიდან ვიცი რომ საკონცერტო ფანდური გათლილი უნდა იყოს. მე მაშინ ფიცრით აწყობილი, წიფლის ფიცრებით აწყობილი ფანდური მქონდა. და თუთის გათლილი ფანდური საუკეთესოა. მასიურ ფანდურსაც უწოდებენ, მაგრამ მასიური ხის ზოგადად საკრავი, რომ აუცილებლად გათლილი არ არის, ამაზე გადაცემა ჩავწერე. შეგიძლიათ ნახოთ. მეც რა თქმა უნდა, საკონცერტო ფანდური მინდოდა. თუთა ვერ ვიშოვე, მაგრამ საცხვის პატარა მორი ნახე და 1997 თუ 98 წელი იყო იმ საცხვისგან გავთვალე პირველი ფანდური. შემდეგ რამოდენიმე ფანდური გავთვალე, თუთაც გავაკეთე და გონი 2008 წლიდან ცოტა ხნით შევწყვიტე ფანდურების კეთება. 2011 წლის შემოდგომიდან განვაახლე და რო შემაღვონეს თუთის გათლილი საკონცერტო ფანდური გვინდა. მეც ავდექი და წიფლის ფიცრებით 2015 წელს გავაკეთე ეს ფანდური. ხუთივე ფიცარი წიფელია. რადგან ამით მეჩვენებინა რომ საკონცერტო ფანდური თუთის თუთის და აუცილებლად გათლილი არ უნდა იყოს, რომ მაგალითად წიფლის ფიცრითაც შეიძლება საკონცერტო ფანდურის გაკეთება. მაშ რომელია საკონცერტო ფანდური? თუთის გათლილი თუ წიფლის ფიცრებით აწყობილი, ან სხვა რომელიმე ხით გაკეთებული აწყობილი თუ გათლილი ფანდური. რომელი ფანდურითაც კონცერტს დაუკრავ, ეს ფანდური საკონცერტოა, ხომ? ეს რა თქმა უნდა ნახევრად ხუმრობით. მაგრამ საკონცერტო ფანდურს თავისი მოთხოვნები აქვს. და ამ საკითხზე ვიდეოს ჩაწერას ვაპირებდი. კონსტანტინე ჯანელიძესთან თქვი, რომ საკონცერტო ფანდურზე ვიდეო მინდა მეთქი ჩავწერო. ანსამბლ ბეთანიაში მღერის და საკრავებზეც უკრავს. მეც მაინტერესებს ეს საკითხი და მოდი ერთად ჩამოვაყალიბოთ ის მოთხოვნები, რაც საკონცერტო ფანდურს უნდა კონდესო. კი ბატონო მეთქი დავთანხმდი, მაგრამ გადაცემა მაინც ჩავწერე, მოკლედ თქვი იქ. სასწავლო და საკონცერტო ფანდურებს შორის განსხვავება. და საკონცერტო თქმელი ფანდური, სოლო ფანდურს რო უწოდებენ და მომძახნელი ფანდური, სიმღერის შემბანებელი ფანდურზე. ძალიან მოკლედ ვისაუბრე იქ. რადგან კონსტანტინეს დაკავებულია, მეც დაკავებული ვარ და იმ ხანებში ვერ მოვიცალეთ, რომ ამ საკითხზე გვემსჯელა. ამ ცოტა ხნის წინ გამოგვიჩნდა დრო, დავსხედით და ჩამოვწერეთ ეს საკითხები. ჩვენი აზრები ერთმანეთს დაემთხვა. ზოგრამე კი თავიდან ერთმანეთს ვერ გავიგეთ, რადგან ერთ და იგივე რამეს სხვადასხვა სიტყვებით ვამბობდით, მაგრამ რო განვუმარტეთ, რას გულისხმობდით ამა თუ იმ სიტყვაში და ამ მოთხოვნაში, მივხვდით, რომ ერთ და იგივეზე საუბრობ და ჩამოვწერეთ ის მოთხოვნები, რაც ჩვენი აზრით საკონცერტო ფანდურმა უნდა შეძლოს. ახლა კი ამ საკითხებზე ვისაუბრებ და ვეცდებ ისევ მოკლედ თქვა, რომ დიდი დრო არ წაგართვათ. უმთავრესი ნებისმიერ ფანდურს და ნებისმიერ საკრავს, რაც მოეთხოვება, კიდაც სასწავლო იყოს. ეს ზუსტი წყობაა და ადვილად უნდა უკრავდეთ. არ უნდა დაგვტანჯოს. ან მაგარი სიმების გამო თითები არ უნდა დაგვამტრიოს ფანდურმა, რომ დაკვრის ხალისი არ დაგვეკარგოს. ეს რა თქმა უნდა მოსწავლეც იგულისხმება, რომ შემდეგ გააგრძელოს სწავლა დაკვრა ფანდურზე, არ დაეკარგოს ხალისი. შემდეგი მოთხოვნა ფანდური როგორ ბგერებს უნდა გამოსცემდეს. ხმა, კაფიო, გამოკვეთილი უნდა იყოს, გარკვევით უნდა ისმოდეს და რაღაც მობუბუნე, მოპუტბუტე, მოგუგუნე ხმა
ბგერები არ უნდა გქონდეს საკრავს, რომ მელოდია კარგად გავიგოთ, რას უკრავთ, ანუ მსმენელმა კარგად გაიგოს, რას უკრავთ. რა თქმა უნდა, ჩვენც ხომ უნდა გვესმოდეს. ფანდურის ბგერა გულში არ უნდა ჩარჩეს. გული იცით რომ მუცლის ღრუს ქვია. არამედ გარეთ ხალასად, ლაღად, გინდ სევდიანად, მაგრამ უნდა გამოფრინდეს გულიდან. და მსმენელამდე მივიდეს. კონცერტს ხომ მსმენელისთვის უკრავთ. ამიტომ გულში თუ ჩება ბგერა და იკარგება, მსმენელამდე არ მივა ესეთი ლამაზი ბგერა, მოდი ასე ვთქვათ. და ერთი ასეთი ფანდური ვნახე. ერთმა პიროვნებამ მაჩვენა თავისი გათლილი ფანდური. დაახლოებით 5-6 სანტიმეტრის დიამეტრის ხვრელი იყო. ერთი დიდი სახმოხრელი საგულე. ვისაც არ მოგისმენიათ ეს ფანდური, ცოტა რთული აღსაქმელი იქნება, რასაც ვიტყვი, მაგრამ რო დაუკრა, აშკარად გულში ჩანდა ბგერები. რთული წარმოსადგენია, ხო, როგორ უნდა ჩანდეს გულში ბგერა, მაგრამ აშკარად ფანდურის გულში ვხედავდი ბგერას. კი, იმ დიდი ხვრელის წყალობით გამოდიოდა ხმა, რაღაც ხმა მესმოდა, მაგრამ ისეთი ლამაზიც არ იყო, რაც საკონცერტო ფანდურს შეშვენის, ჩემის აზრით, ყოველ შემთხვევაში. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ საკონცერტო ფანდურის ბგერა მკაფიო, გამოკვეთილი უნდა იყოს და წინ მსმენელისკენ ხალასად, ლაღად უნდა მიფრინავდეს. სიმის რხევა ჯერ ჯორაკს გადაეცემა, ჯორაკი პირს არხევს. პირი თავის რხევებს მუცელს გადასცემს. რხევა ამ გზას რაც უფრო სწრაფად გაივლის, მით უფრო ადვილია ფანდურზე დაკვრა და ეს განსაკუთრებით მელოდიების დასაკრავად, სოლოებს რომ უწოდებენ, მელოდიების დასაკრავად და მელიზმებისთვის არის აუცილებელი. მაგალითად, რამე სწრაფ მელოდიას დაუკრავ და მოგასმენინებთ. რა თქმა უნდა, მე ისე კარგად ვერ უკრავ. როგორც მაგალითად კონსტანტინე უკრავს. პირველად ეს ფანდური რომ დაუკრა, თქვა, ბგერები როგორ კარგად ისმის. გრძელდება ბგერას და ბგერები ერთმანეთში არ იზილებაო. როგორ ზუსტად გადმოსცა სათქმელი. ეს სწრაფად დაკვრა და მელიზმებსაც მოგასმენინებთ. ფანდურს ჩაქუჩის რახული თუ დაჭირდა, რა თქმა უნდა, მელიზმებს ვერ გავაკეთებთ. პირობითად რომ გაჩვენოთ ისევ. ასეთ ცირად შეხებასაც უნდა გრძნობდეს ფანდური და ზუსტად გარკვევით უნდა გადმოსცემდეს ამ ბგერებსაც, რომ მარტივი დასაკრავი იყოს. თუმცა მომძახნელ ფანდურს სიმღერის შებანებისთვის აუცილებელი არ არის ესეთი
მოქნილი იყოს, ანუ მეტნაკლებად მოუქნელი ფანდურითაც შეუბანებთ სიმღერას, რადგან სწრაფი გადასვლები არ ჭირდება, ასეთი მელიზმები არ სჭირდება და დაუკრავთ. მოდი ვაპატიოთ მომძახნელ ფანდურს, რომ ესეთი მოქნილი თუ არ იქნება. მაგრამ რა თქმა უნდა, სჯობს ის ფანდურიც ესეთი მოქნილი იყოს, როგორც თქმელი ფანდური, სოლო ფანდურს რო უწოდებთ. კიდევ ერთი მოთხოვნა ხმიანობის ზღვარია. მინახავს ფანდურს გამეტებით სცემენ, აყვირებენ ფანდურს და ეს პროფესიონალიზმი გონიათ. გონიათ, რომ პროფესიონალურ დონეზე უკრავენ. შეგვიძლია ფანდურს თუ გვინდა რომ ფანდურმა იყვიროს, მაგარ სიმებს აუბავთ და ვაყვირებთ, მაგრამ ყვირილი ხომ სიმღერა არ არის. ამიტომ მნიშვნელოვანი არის რომ ფანდურმა ჩუმათას დაუკრას კარგად და რა თქმა უნდა ხმიანიც უნდა იყოს. მაგრამ ყვირალა არა. და წეგან გითხარით რომ მაგარ სიმებს აუბავთ, ძლიერ ჩამუკრას არ დაჭირდება და ხმიანად დაუკრავს ფანდური, მაგრამ თავარია ჩუმად როგორ უკრავს ფანდური და რამდენად კარგად ისმის ეს ჩუმი ბგერები. ზუსტად ჩუმი ბგერები აფართოვებს ამ ზღვარს, არა ხმიანად დაკვრა. ვეცდები რაღაც აკორდს ავიღებ და ისე დაუკრავ. ჩუმიდან ხმამაღლა ხმიანად მოუმატებ ნელ-ნელა ხმას. ახლა რო დაუკარი, ჯერ ნელ-ნელა მოუმატე ხმა და შემდეგ უცბად გავაჩუმე. და რატომ? ჯერ მოდი ხმის მომატებაზე ვიტყვი. ეს საფეხურები რაც უფრო მცირედია, ანუ ჩუმიდან ხმამაღლა რო უკრავთ და ხმას უმატებთ, რაც უფრო მცირედია, მით უკეთესია, რომ ასე უფრო ბევრ რამეს გადმოსცემ ფანდური, ბევრ რამის გადმოცემა შეგვიძლია. თან ხმის მატება ჩაკვრის ძალის შესაბამისად უნდა იცვლებოდეს. მოუმატებთ ჩაკვრას, ხმას უნდა ემატებოდეს და მკვეთრად არ უნდა მოემატოს. და ასევე კი ჩუმად უკრავთ და ნელ-ნელა უმატებთ ხმას, ან მკვეთრად გვინდა ხმის მომატება, შევძლებთ, მაგრამ ჩაკრავთ და ხმიანად დაუკრავს ფანდური, მაგრამ უცბად გაჩუმებაც უნდა შეძლოს, აი უკრავთ რაღაცას ხმიანად და უცბად ჩუმად გვინდა რაღაცის დაკვრა. ანუ ჩუმად დაკვრა უნდა მოასწროს, გადმოერთოს ჩუმად დაკვრაზე ფანდური. რომ ამითაც ხასიათი შევქმნათ ნაწარმოებში. წეგან ვთქვი, რომ ორგვარი ფანდურია. ერთი მთქმელი, ანუ სოლოებს რომელი ფანდურითაც უკრავთ და მეორე მომძახნელი, სიმღერის შემვანებელი. კი, კარგია რომ მოდი ჯერ თქმელი ფანდურის მოთხოვნებს ვიტყვი და შემდეგ ვიტყვი მომძახნელი ფანდურის და შეგვიძლია რომ ვაპატიოთ. მელოდიას რო უკრავ, გვიწევს ხომ დაბალი ბგერებიდან მაღალ ბგერებში ასვლა და დაკვრა. რო დაყვები, ყველა ბგერა გარკვევით უნდა ისმოდეს, ყველა სიმის ბგერა რა თქმა უნდა, ერთნაირი ძალით, ერთნაირად ლამაზად უნდა ისმოდეს, რომელიმე სიმის ბგერა ზოგადად თუნდაც ფანდურის ერთი სიმი რო არ ისმოდეს, დაუშვებელია ეს რა თქმა უნდა მომძახნელი ფანდურისთვისაც. და განსაკუთრებით თქმელი ფანდურისთვის. ყველგან, ყველა ბგერა თანაბარი ძალით, თანაბრად ლამაზად უნდა ისმოდეს. ეხლა მოგასმენებთ პატარა გოგო დამეკარგა, რადგან მარტივია თითო საფეხურით, თითო ტონით ამაღლება ამ ნაწარმოების.
ერთ და იგივე ძალით უკრავდი და თანაბრად ისმოდა ბგერები. მეტი აღარ ავამაღლე, მოსაწყენირობა ყოფილიყო. ერთნაირად ისმის, ერთნაირად გამოკვეთილად ბგერები და ასეთი უნდა იყოს თქმელი ფანდური. თუმცა მომძახნელ ფანდურს შეგვიძლია ვაპატიოთ ის, რომ მაგალითად მე-7 ხიდის შემდეგ აღარ ისმის ასე კარგად ბგერები. ესეთი ფანდურებიც მინახავს. დაბალი ბგერები ძალიან ლამაზია, გარკვევით ძლიერად ისმის, მაგრამ მაღალ ბგერებში უკვე აღარ არის ისეთი თუნდაც ძლიერი ბგერა და იკარგება. მაგალითად, მომძახნელ ფანდურს მერვე და შემდეგი ხიდი რომც არ ჩაუსვათ, შეგვიძლია რომ სიმღერას უბანოთ, რადგან მithქვამს ხოლმე რომ 5-7 ხიდით მიღებული ბგერები საკმარისია სიმღერის შებანებისთვის. და ისევ მიწევს გამეორება, რომ აუცილებელი არ არის მომძახნელ ფანდურს მაღალი ბგერებიც კარგი ჰქონდეს. თუმცა, რა თქმა უნდა, შეგვიძლია ასე მაღალ ბგერებშიც დაუკრათ და ასე შეუბანოთ სიმღერას. უკეთესია. მეც გეთანხმებით, რომ სჯობს მომძახნელ ფანდურსაც ყველა ბგერა კარგი, ძლიერი, გამოკვეთილი ჰქონდეს. სიმმა რხევა მალე არ უნდა შეწყვიტოს, რომ ბგერამ გამღერება მოასწროს. ეს განსაკუთრებით ნაწარმოების ბოლოს არის მნიშვნელოვანი, რომ ხელს რომ ჩაკრავ და ასრულებ დაკვრას, უნდა გაიმღეროს ფანდურმა და ასე სიმღერით დაასრულოს ნაწარმოები. გინდ უკრავდეთ, გინდა სიმღერის შებანება იყოს ეს. მარტივ მელოდიას დაუკრავდა, მოგასმენინებთ ბოლოს როგორ უხდება ბგერის გაგრძელება. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს ბგერები კი მოქნილობის საკითხია, მაგრამ არ აუშავს. გავიმეორებ. არ უნდა შეუშალოს ბგერიდან ბგერაზე გადასვლას. ერთმანეთზე არ უნდა დაედოს ბგერები. კოტეს თქმის არ იყოს, ერთმანეთში არ უნდა აიზილოს. ობერტონებსა და ჰარმონიკებზე კი ვისაუბრე ერთ-ერთ გადაცემაში, მაგრამ აქაც გავიმეორებ, რადგან გასააზრებლად საჭირო არის. ძირითადი ბგერა ისევ მაგალითად 220 ჰერცი ავიღოთ. ლა, მცირე ოქტავის ლა ბგერა. რო ირხევა სიმი გვესმის ძირითადი ბგერა და მისი ობერტონები. პირველი ობერტონი, შემდეგი ბგერა, პირველი ობერტონი არის ოქტავით მაღალი ლა, 440 ჰერცი. შემდეგ ამას მოხვება კვინტური ობერტონი. შემდეგ ისევ ოქტავური, ანუ კვინტური 660, ოქტავური 880, შემდეგ ტერციული ობერტონი მოდის და ასე შემდეგ. და რაც უფრო მეტნაწილად იყოფა სიმი, ანუ იცით რომ ეს უბნები გვაძლევს იმ ობერტონებს. ამდენ უბნად დაიყოფა, იმ სიხშირის ბგერას ვიღებთ. რაც უფრო მეტნაწილად იყოფა, უკვე სეკუნდაში გადადის ეს ობერტონები. და ზუსტად ამაზეა დამოკიდებული საკრავის ტემბრი, რამდენად ლამაზი ბგერა იქნება, თბილი ბგერა იქნება თუ მაგალითად უღიმღამო, მშრალი, ცივი ბგერები. ოქტავური, კვინტური და ტერციული ინტერვალები ეს ჰარმონიული ინტერვალებია, ჰარმონიკებია, მოდი ასე შეგვიძლია ვთქვათ. და თუ კი ამ ჰარმონიულ ინტერვალებს აძლიერებს ფანდური, ნებისმიერი საკრავი, მაშინ ბგერაც ჰარმონიულია. თუ არა და ჭუჭყიანი ბგერა შეიძლება ჰქონდეს საკრავს. კარგმა ფანდურმა ხასიათის შეცვლაც უნდა შეძლოს, რომ ნაწარმოების ხასიათი გადმოსცეს, ის განწყობები გადმოსცეს, რაც ნაწარმოებშია ჩადებული. რა თქმა უნდა, დამკვრელმაც უნდა შეძლოს ამ ხასიათების გადმოცემა, მაგრამ რაც არ უნდა კარგი დამკვრელი იყოს, ფანდური ხელს თუ
არ უწყობს, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს ისე ზუსტად გადმოსცეს ის ხასიათი. ახლა ორ ქალაქურ მელოდიას მოგასმენინებთ, ვეცდები ის ხასიათები გადმოვცე და ამით დაგემშვიდობებით.